Oh, hi. Hi. Hello. Hi. 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 Okay, უბრალოდ ვერთობი. არ ვაპირებდი ლოგის გადაღებას, მაგრამ შემდეგ რაღაცნაირად მომინდა რომ გადამეღო. თმა ვიწია ზემოთ და რაღაცნაირად გონებაში დამარტყა რომ ხატია, მოდი გადავიღოთ ვლოგი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არაფერს არ ვაპირებ, არცერთ წელს არ ვაპირებ და სიმართლე რო გითხრათ, არც ვიცი საერთოდ რა გავაკეთო. მაგრამ ერთადერთი რაც ახლა მინდა რომ გავაკეთო არის მაჩა. რაშიც რა თქმა უნდა თქვენ შემომიერთდებით. მგონია ბოლო დროს ძალიან მივაჩვია იმას, რომ მაკერს საერთოდ არ ვისვამ და ვისვამ მხოლოდ ტუჩის ფანქარს. რაც დიდად მგონი ცუდად არ გამოიყურება ჩემს ახალს და ზოგადად ძალიან მინდა რომ შევამცირე მაკიაჟის მოხმარება წინა დღეებში საშინლად მქონდა კანი წინა დღეებში წინა კვირაში ზოგადად და ცოტათი გამოკეთდა ჩემი კანი და რაღაც ნორმალურ მდგომარეობაშია და არ მინდა რომ გავაფუჭო ეგ არაფრით. ვიღლები ხოლმე, ანუ quisk. მაგრამ ღირს. და გირჩევნიათ, რომ მაჩა ყოველთვის თავისი ბამბუკის ჯოხით გააკეთოთ, ვიდრე სათქოფებით, იმიტომ რომ ამით კარგად კეთდება და ისე არ გამოდის კარგი, როგორც უნდა იყოს. მოკლედ ცოტა ცივი მაჩა მინდა, მაგრამ ყინულების ჩაყრა არ მინდა. ამიტომ ჭიქაში პირდაპირ ჩავესხამ რძეს და დავამატებ მაჩას. ბოლო პერიოდში მოვიჩემე აი ეს კონკრეტული რძე. ხო და წეღან დავაკვირდი და ეს არ არის მთლიანად ნუშის. და მე აქამდე ვცხოვრობდი ტყუილში, იმიტომ რომ ამ დრომდე მეგონა რომ ეს იყო მთლიანად ნუშის რძე, მაგრამ ამას აქვს გარეული სოიო. ანუ რატო აკეთებენ ამას ნუშის რძებს, რატო ურევენ სოიოს? გასაგებია რომ გლუტენ-ფრია, ლაქტოზო-ფრია და შაქარი არ აქვს დამატებული, რაც სისულელეა. მაგრამ ანუ სოიოს რატო არ ურევენ? ხო შეიძლება რომ მთლიანად იყოს ნუშის რძე. რა საჭირო არის სოიოს გარევა? ანუ რატო უკეთებენ ამ მცენარეულ რძებს ამას?
რამდენი აკეთებთ მაჩას და რამდენი სვამთ, ხო და დამწერეთ ხოლმე. სხვათა შორის ძალიან მინდა გავაკეთო ესეთი ვიდეო მომავალში. რომ მივიდე სხვადასხვა ობიექტებზე ერთ დღეში და გავსინჯო მათი მაჩა და შევადო რომ როგორია და სად არის კარგი და სად რა მომეწონა. და ვიპოვე საუკეთესო მაჩა თბილისში. მგონი ძალიან ბევრი აქებს მაიზენის მაჩას, რომელიც არ გამისინჯავს. და განსაკუთრებით ვნახულობდი ვიდეოებს, სადაც დამატებული აქვს ჯემი, მარწყვის, ბანანის და ფისტის თუ რაღაც მსგავსი. ეგეც მაინტერესებს. არასდროს არ დამემატებია მე თვითონ ან ჯემი, ან მარწყვი, ან რაიმე სხვადასხვა შორის ძალიან მინდა ვცადო ახლა ბანანით და დავუმატო ცოტა ბანანი, მაგრამ ბანანს ამძაფრი გემო აქვს და შემდეგ სულ ბანანის გემოზე წაიყვანს და მაჩას გემო დაიკარგება. დღეს მტკივა კუჭი და ვცდილობ არ შევიჩნია რომ კუჭი მტკივა. ჩემი კუჭის ტკივილი არც ახალი თემაა. არ ვიცი უყურებთ თუ არა ნიუ-იორკის ვიდეოებს, სადაც თოვლი მოვიდა და მეც ძალიან მინდა თოვლი. მაგრამ ძალიან ლამაზი იყო, ანუ ცალ ვიდეოებს დებდნენ აი ამ თოვლის და მეც ძალიან მომინდა. აი არ ვიცი, მაგრამ ქალაქს ძალიან უხდება თოვლი. აი განსაკუთრებით ნიუ-იორკს, ანუ საოცრად ლამაზია ხოლმე და ბერლინი კიდევ ძალიან ლამაზია. ჩემო თახში მინდა ცვლილებები შევიტანო ცოტა. და გამოვიწერე ვარდისფერი განათება. ერთი სული მაქვს, როდეს ჩამოვარო, ვნახო როგორია და დავაყენო სადმე. ვარდისფერი ფერი საღამოს ძალიან მიყვარს ხოლმე ოთახში. ხო და ვნახოთ როგორ იქნება და თქვენც გაჩვენებთ თუ მომეწონა. ან ყველაფერი თეთრია და რაღაცნაირად ცოტათი სიხალის შეტანა მინდა, აღარ მინდა ესე თეთრი იყოს და თეთრეული სახით შევიტანე, ცისფერი ფერი. ასე გამოიყურება ჩემი შეტანილი სიფერა და ძალიან მინდა უფრო ნათელი ფერის თეთრეული, რაც საქართველოში ვერ ვნახე. ძალიან ლამაზი ვარდისფერი რო იყოს, ან ძალიან ლამაზი ცისფერი, ლამაზი ზოლებით, ანუ ასეთ თეთრეულისაც შემიძლია რომ ვიშოვო მართლა, იმიტომ რომ ვერსად ვერ ვნახე. სამ წიგნს ვკითხულობ ერთდროულად, არ მკითხოთ რატომ. ერთი არის ლოლიტა. მეორე, რა თქმა უნდა, ჰარი პოტერის მეოთხე ნაწილი. მეოთხეა კი. ცეცხლოვანი თასი. და ვკითხულობ კიდევ Maybe Not, ეს არის კოლინ ჰუვერის, მაგრამ კოლინ ჰუვერს აქვს ძალიან ცოტა ისეთი პრიმიტიული ისტორიები. ამას ვკითხულობ ინგლისურად. ადრეც დავიწყე და მგონი ვერ დავასრულე ბოლომდე და ვნახოთ როგორი იქნება, იმიტომ რომ ინგლისურად მიყვარს ესეთი პატარა წიგნების წაკითხვა. ჰარი პოტერს ინგლისურად ნამდვილად ვერ წავიკითხავ. ძალიან ზედმეტია ჩემთვის. ვკითხულობ ხან იმას, ვკითხულობ და ვერ ჩამოვყალებდი მოკლედ. ხო და მომიწერე 13 წიგნს ვკითხულობ ერთდროულად. და ამავდროულად ვუყურებ ძალიან ბევრ რაღაცას. არ ვიცი ვინ ხართ ისე, რომ შემიძლია დეკემბრის თვეში და ზოგადად და არა მარტო დეკემბრის თვეში საერთოდ ყოველთვის ვუყურო ჰარი პოტერს. ანუ ჰარი პოტერი არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი, რომელიც აი არასდროს არ მწყინდება და არასდროს არ მომწყინდება და ყოველ ღამე შემიძლია ვუყურო ჰარი პოტერს და არ დავიღალო. და დეკემბერი ისეთი თვეა, აი იანვარიც რომ იწყება და უკვე დეკემბრის ბოლოს რომ გინდა იყოს სახლში თბილად, განსაკუთრებით თუ გარეთ ძალიან ცივა და რაღაცნაირი მოღუშული ნისლიანი წვიმიანი ამინდებია.
სახლში საღამოს ჩაუჯდეთ ბილად ჩართო სიბნელეში ჰარი პოტერი. უყურო და ჰარი პოტერთან ერთად ჩაგეწინოს. ეგ არის ჩემთვის იდეალური საღამო, ანუ არაფერი არ მჭირდება სხვა, მაბედნიერებს წვრილმანი რაღაცები, თუნდაც ეგ რომ საღამოს ჰარი პოტერს ვუყურო, ან მარტო უკეთესია ადამიანებთან, რომლებიც მიყვარს. მართლა როგორი პატარა რაღაცები სჭირდება ადამიანს, რომ უბრალოდ სიამოვნება მიიღოს და კარგად იგრძნოს თავი. შეიძლება ზოგს უფრო დიდი და მასშტაბური რაღაცები ჭირდება, მაგრამ აი ჩემთვის ეგეც საკმარისია. და აი ადამიანს ვისაც ჰარი პოტერი არ უყვარს. No. ჩემი მეგობარი ვერ იქნება ვერანაირად. არამც თუ მეტი. ნაწარმოები ხო ძალიან კარგია და იდეალურია და იმდენი წვრილმანია. მაგრამ ფილმიც ძალიან კარგია. იდეალურად არის მსახიობები შერჩეული. როგორ შეიძლება არ გიждდებოდე ჰარიზე და ჰერმიონზე. ყველაზე საერთოდ ანუ იდეალურად შერჩეული მსახიობები არიან და ბავშვობას მახსენებს. სენტიმენტები მაქვს მათ მიმართ და ყველაფერს კარგს მახსენებს და ჰარი პოტერს რომ ვუყურებ, აი ყველაზე კარგ ხასიათზე ვდგები. ძალიან მეყვარს, აი არც ერთი ფილმი არ შეეძრება ჩემთვის ჰარი პოტერს. და შემდეგ უკვე მოდის ზამთარში, მარტო სახლში, გიждდები მარტო სახლში, დეკემბრის თვეში შემიძლია მილიონჯერ ვუყურო, ანუ ყოველ დღე ჩავრთო. და სხვა შორის ძალიან დიდი ხანი არ მქონდა ჩართული და წინაზე ჩავრთე ეს მეორე ეპიზოდი. აი ნიუ-იორკში რომ ხდება მოქმედება, აი არ ვიცი, ნიუ-იორკი არის ერთ-ერთი ჩემი საოცნებო ქალაქი რომ წავიდე და რაღაცნაირად იდეალურად მოგვს წარმოდგენილი ყველაფერი და ჩემს ოცნებებში იდეალურად ვცხოვრობ. და ეს მეორე ნაწილიც ისეთი კარგია, რომ გიждდები დეკემბრის თვეზე ამის გამო, რომ ის ფილმები, რომლებიც აი ყველაზე ძალიან მიყვარს, ამ პერიოდს უკავშირდება. გრინჩი კიდევ ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი ფილმია და მულტფილმიც არის ძალიან კარგი. რამდენიმე წლის წინ გამოვიდა დიდი ხნის გამოსული არც არის და ძალიან გავერთე, ძალიან სასაცილო იყო და ამასაც სულ ვთავ ხოლმე იმის შემდეგ. და თან ფილმის არჩევის პროცესი არის აი საშინელება, მეზიზღება, ვერასდროს ვერ ვარჩევ ფილმს. ან სერიალს და საათობით სკროლავ ხოლმე. ხო და ეგ სკროლვა რო ავირიდო თავიდან, რომ რადგან ზოგჯერ ძალიან მეზარება, უბრალოდ პირდაპირ ვთავ ჰარი პოტერს და всё. როგორც მახსოვს და ჩემი ბავშვობიდანაც ეგ ძალიან მძაფრად მახსოვს, რომ ჰარი პოტერს ეკლესია აი ჩემს ბავშვობაში და კიდევ 90-იანებში და რაღაც, როდესაც გარეთარგმნეს პირველად მგონი, ჰარი პოტერს ეკლესია გრძალავდა და ზოგადად მასწავლებლებიც ბავშვებს ეუბნებოდნენ რომ არ წაეკითხათ ჰარი პოტერი და ესე ძალიან უკრძალავდნენ, იმიტომ რომ სატანებთან და რაღაცებთან იყო დაკავშირებული და რანაირად უკრძალავდნენ ბავშვებს რომ არ წაეკითხათ ეს წიგნი, რომელიც არის ყველაზე კეთილი წიგნი, სადაც უამრავ რამეს ისწავლის ბავშვი და უამრავ რაღაცას დაინახავს, სიკეთეს, მეგობრობას, თავგანწირვას, თანადგომას, ყველაფერ კარგს, რაც ადამიანში არსებობს. ყველაფერს კარგს გასწავლის ეს წიგნი. ჩემი აზრით ჰარი პოტერი სკოლებშიც კი უნდა ისწავლებოდეს იმდენად მნიშვნელოვანი წიგნია, რომელშიც ძალიან ძვირფასი ფასეულობები დევს. ანუ წარმოუდგენელია ეს რაღაცებს რატო აკეთებდნენ ხოლმე მართლა. და რაღაცნაირად ძალიან არ მომწონს ის ბავშვებს რომ აძალებენ ხოლმე, რომ იცი რა შენ ახლა ეს წიგნი უნდა წაიკითხო სულ პირველი, რომ წიგნების კითხვა შეგაყვაროს და აძლევენ რაღაც საოცარ წიგნებს, ფილოსოფიურს და რაღაც. მე სხვათა შორის ეგრე დავიწყე წიგნის კითხვა ბიძიე თომას ქოხით და ბიძიე თომას ქოხი არ მომეწონა.
იმ პერიოდში როდესაც ვკითხულობდი და ძალიან ვკითხულობდი მეთქი ეს რა არის და შემდეგ უკვე წავიკითხე ჯეინი არის, რომელსაც თავი ვერ დავანებე და ჯეინი არიდან დაიწყო ჩემი წიგნებისადმი სიყვარული და იმის შემდეგ წიგნების კითხვა, არ ვიცი, ძალიან მიყვარს. ხოდა მე მგონია რომ რაღაცა ესე არ უნდა მისცე ბავშვს რაღაც ძალიან დრამატული წიგნები. ჯეინი არის ძალიან დრამატულია, მაგრამ ანუ რადიკალურად სხვანაირია მაინც და ნუ არ ვიცი, მე ჯეინი არ შემოყვარა ფერადად წიგნების კითხვა. რაც რთული არის ბავშვებისთვის, რომ ესე შეიყვარონ კითხვა. და შემდეგ წავიკითხე თამაში ჭვავის ყანაში, რომელიც არის ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი წიგნი. საოცარი წიგნია ჩემთვის, დისერტაციას უნივერსიტეტში ამ წიგნზე დავიცავი, ეს წიგნი გამეხილა და აი უკარგესი წიგნია, ძალიან მიყვარს. რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო, აი არასდროს არ მომწყინდება და მთავარი პერსონაჟი ყოფილი არის აი არ ვიცი, ყველა თინეიჯერი დაინახავს საკუთარ თავს ამ ბიჭში. შიში და ზიზღე. რაში გულისხმება ის, რომ არ შემიძლია ცომზე შეხება და ცომს რომ ვხედავ ვერ ვიტან. ასევე ცომის სუნს რო გრძნობ, აი რაღაცნაირი ცოტა მომჟავსონი რო აქვს. მე ზიზღება. ადამიანები ცომის არ ვიცი. ცომის გაბრტყელებით და ამუშავებით და რაღაც სიამოვნებას იღებენ, მე მეზიზღება, მე არ შემიძლია ცომზე შეხება და ბოლო 2 დღე ავიკვია და ჯინჯერის ორცხობილების გამოცხობა. ეგ არის ჩემი საყვარელი ორცხობილები, აი თხელები როა, კაცუნას ფორმები რო აქვს და შიგნით რო იგრძნობა ძალიან დარიჩინის, მუსკატის არომატები, აი ახალ წელს რო ძალიან უკავშირდება. ვგიჟდები, ანუ მაგის გამოცხობა მინდა და თან არ მგონია გამომივიდეს, იმიტომ რომ მაგ ყველაფერთან ახლოს არ ვარ. თან ცომს ვერ გავაკეთებ, შანსი არ არის, ანუ 0. 0%-ია მაგის შანსი, რომ ცომს შევეხო. შიშველი ხელებით, ხელთათმანებით არ მიცდია. და თან მინდა მაგის გამოცხობა. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არ გამომევა. და ტყუილად უნდა ვიწვალო საათები. ახლა აღმოვაჩინე, რომ თურმე მქონია კურტკა, რომელიც საერთოდ არ მახსოვდა, რომ მქონდა. და ძალიან კაია ეს კურტკა. Look. Hatvillia. როდესაც არ ვიცი რა გავაკეთო, ანუ ჩემს ძველ ტანსაცმელებს ვყრი, აი ესე რაში სალაგია მოკლედ ამ მოვყრი და რაღაცებს პოულობ, რომელიც არ მახსოვს რომ მქონდა და შემდეგ ესეთი ვარ, ვაუ! აქ საიდან გაჩნდა? და ვაწყობ აუთფიტებს, რომელსაც არასდროს არ ვიცვამ. და ესე გამოიყურება ეს ამ დივნის ქვეშ იმდენი რამე მაქვს ჩატენილი, იმდენი რამე, რომ ანუ ჰაერშია უკვე. ყოველთვის სახლში ვარ, ახლა დავაკვირდი და ყოველთვის სახლში როდესაც ვარ, მაშინ ვიღებ ვლოგებს და არა მაშინ როდესაც გავდივარ. ალბათ იმიტომ რომ გარეთ გასვლისას თავს უხერხულად ვგრძნობ, როდესაც ვიღებ და თან მეზარება ცოტა გადაღება
გარეთ როცა ვარ და არც მცალია გადაღებისთვის. იმიტომ რომ ვლაპარაკობდა სვამ ხოლმე ხშირ შემთხვევაში. ვაღიარებ იმას, რომ მე მიყვარს ალკოჰოლი. განსაკუთრებით ლუდი. და ღვინო. კომენტაროთ. აი, ეს ტიგრამებული სახე მაქვს ხოლმე, სტვერებს რომ მილაიქებენ ადამიანები. ადამიანი ყოველ წამოდგომაზე როზის და ადგება, თავბრო რო ეხება და გონია რომ უკვე სხვა სამყაროში გადადის. მაგრამ თუ ძალიან დამეხვა თავბრო, მაგ მომენტში ისე უნდა დავჯდე მიწაზე, იმიტომ რომ შეიძლება გონება დავკარგო. მე ყოველ დღე ვიწვრილებ ხოლმე ამ წარმოებს და წეღან 2 წუთის წინ შევყვები ხო და ნეტა არ შევყოლოდი. აი აქ ისეთ სუდად მოვიჭერი არ ვიცი ჩანს თუ ანუ ნახეთ და მე რამას შევყვები ესეც სუდად მოვიჭერი მაგრამ ეს რა არის უკეთრო თან ეტყობა ხოლმე გაიცდება ანუ აი რა მინდოდა აქ უბრალოდ ჩამეჭრა ხო შეიძლება რომ უბრალოდ ხელები გავაჩერო მაგრამ ამას არ ვაკეთებ უნდა შევეგო სხვა რა გზა და იმედი მაქვს ერთ დღეში გაიზრდება. ჩემი პირის ხროს მოვლის რუტინა არის 9 საათი, აი მართლა. არასდროს არ სრულდება. ჯერ ერთ რა ძალიან დიდი ხანი ვიხეხავ კბილებს. ჩემი ერთ-ერთი biggest insecurity, არ ვიცი როგორ არის ქართულად insecurity, არის ის რომ თვითონ ემალის ფერი არის ჩემი კბილების ოდნავ მოყვითალო. არ ვიცი ზოგს ძალიან თეთრი კბილები აქვს და ჩემი ეგეთი თეთრი ემალი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ რუტინა მაქვს, არ ვიცი. ერთი ძალიან დიდი ხანი ვიხეხავ, 15 წუთი. 3 წუთი არის ნორმა, მაგრამ მე ხო ნორმის რაღაცებში არასდროს არ ვჯდები და ჩემი და მეუბნება ხოლმე სხვათა შორის რომ მაგდენი ხახვით ეგ კბილები გაგიცდება და თან ყოველი ჭამის მერე ვიხეხავ. ასევე ფლოსი უეჭველად ყოველ დღე ჭამის მერეც ირიგატორი და პირის ხრუს სავლები და ხო ეს გრძელდება 9 საათი და ეს კბილები ისეთი თეთრი არ არის მაინც როგორც უნდა იყოს იმიტომ რომ კბილები თეთრი არ არის დამოკიდებული მოვლაზე ეს უბრალოდ გაქვს და ზოგჯერ თან თეთრი ჩანს ხოლმე ზოგჯერ არ ჩანს ეგრე განათებებს გააჩნია აი ჩემთან ძალიან ცუდი განათებაა და ყვითელი ჩანს უფრო ვიდრე არის. ოკეი. სახესაც დავიყვან ბარემ, იმიტომ რომ მე გვიან მეზარება ხოლმე და თან აი
ჩაძინების ფაზაში რო ვარ და სახე დაბანილი არ მაქვს და მინდა რომ დამეძინოს, ვერ დავიძინებ ის სახე არ მაქვს დაბანილი და როდესაც ვიბან უკვე ვხიზლდები. მაკიაჟი არ მისვია შესაბამისად გამოვიყენებ მხოლოდ და მხოლოდ ერთ დასაბანს ეს არის მიშას სუპერ აქვა. ძალიან კარგი დასაბანია სხვადასხვა მომეწონა. ძალიან ცოტა გჭირდება და არ ვიცი საოცრად ქაფდება თან. ძალიან სიმშრალის შეგრძნებასაც არ ტოვს სახეზე და გეყოფათ საუკუნე. ამ წარბზე ისევ ნერვიულა. რა ხედავ ნერვები მერხლება. აქვე გეტყვით რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, რადგან უმეტესობას არხი არ გაქვთ გამოწერილი და ლაიქეთ ვიდეო და გადააზიარეთ. იმდენი რაღაცები მქონდა გამოსული და ცოტათი ძლივს ჩამიწყნარდა კანი. მიშას ეს ტონერი. აი აქ თითქოს ნაოჭივით არის, თითქოს არ არის. ბოლო დროს დავაკვირდი და ძალიან ნერვები მეშლება მაგაზე და აი თვალების ქვემოთაც. და მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც ბოტოქსის გაკეთება არ უნდა, ვიდრე რაღაც ასაკს არ მიაღწევს, იმიტომ რომ ეს გამოკვეთილი ნაოჭები არსად არ მაქვს, აი აქ საერთოდ არ მაქვს ნაოჭი, არ ჩუბზე არ მაქვს, აი აქ უფრო მაქვს. ალბათ იმიტომ რომ 24 შვედზე ვიცინი ხოლმე და ვიღიმე. ხა და არ მინდა მე ბოტოქსის გაკეთება, როგორც აღნიშნე. ბოლო პერიოდში ძალიან შემეცვალა კიდევ უფრო აზრი და დამოკიდებულებები რაღაცებთან დაკავშირებით და კიდევ უფრო მეტად მომწონს ბუნებრიობა. მოკლედ, რაც ბუნებამ მოგცა, ის გიხდება ყველაზე მეტად. და ის არის შენი. და საერთოდ არაფერი არ მაქვს გაკეთებული, ანუ თმა მაქვს შეღებილი, რომელიც ახლა უნდა გადავიღებო, იმიტომ რომ ეგეც აღარ მომწონს და ბუნებრივი ფერი მინდა. ერთხელ გავიკეთე მხოლოდ ტუჩი, სულ ოდნავ 1 მილიგრამი გადავანაწილეს ორივე ტუჩში, რაც დაახლოებით 2 თვეში აღარ იყო და გაქრა ჩემი ტუჩებიდან და არ მომწონდა სიმართლე რო გითხრათ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მივხვიდე პროფესიონალთა, რომელმაც ძალიან კარგად იცის გაკეთება და შეიძლება ძალიან კარგად და იდეალურად გაგიკეთონ, მაინც ეტყობა ყველაფერს, რაც არ უნდა გაიკეთოთ, რომ გაკეთებულია. განსაკუთრებით ტუჩს. სადაც შეუჩვეველი ვიყავი და რაღაცნაირად მაინც დისკომფორტი მქონდა ის, რომ გაკეთებულია და ჩემი არ არის და სხვანაირად დგას, ვიდრე ბუნებრივი ტუჩი უნდა იყოს. ეგიც გავიდა და ახლა აღარაფერი აღარ დარჩა და საერთოდ არაფერი არ არის. თან ძალიან მალე გავიდა 2 თვეში, ან 1 თვეში აღარ იყო აღარაფერი და დიდად არ მომწონდა. შემდეგ ვფიქრობდი იმას გამეკეთებინა თუ არა კიდევ, მაგრამ გადავიფიქრე და ახლა კიდევ უფრო შემეცვალა აზრი და შანსი არ არის გავიკეთო. რაც ბუნებამ მომცა, მაგით კმაყოფილი ვარ. პატარა ტუჩები მაქვს, მაგრამ არ აუშავს. ჩემია და მქონდეს. ხა და რაც დრო გადის, კიდევ უფრო მეტად ვაფასებ ბუნებრიობას და ადამიანებს, რომლებიც ძალიან ბუნებრივები არიან. რა თქმა უნდა, ანუ არავის არ ვარჩი, ვისაც რაღაც აქვს გაკეთებული, როცა უხდებათ მით უმეტეს. თავარია ამ ყველაფერში ძალიან ზედმეტში არ გადახვიდე და კატასტროფა არ დაიმართოს ახაზე. ვისაც რა უნდა, ის უნდა გაიკეთოს. ვისაც რა ანიჭებს ბედნიერებას, ის უნდა გააკეთოს. ვიღაცას ის მოსწონს საკუთარ თავზე, ვიღაცას ეს მოწონს. და ადამიანებს არ აქვთ უფლება რომ გაკითხან ის რომ თქვათ ტუჩი რატო გაქვს გაკეთებული, ცხვირი რატო გაქვს გაკეთებული, ან ცხვირის გაკეთება რა თუ უნდა. ძალიან არ მომწონს ხოლმე ეგრე რეუბნებიან, რომ თქვათ ვიღაცას უნდა ცხვირის გაკეთება. რადგან არ გრძნობს თავს კარგად და უნდა ახლა ცხვირის გაკეთება და ვიღაც მივიდა ეუბნება. რა თქმა უნდა ცხვირის გაკეთება ის რა ძალიან კარგი ცხვირი გაქვს და რაღაც გასაგებია რომ დადებითად ეუბნება, მაგრამ ანუ ეგ ზოგჯერ ძალიან ზედმეტობაში გადასდით ხოლმე, უნდა ადამიანს და უნდა გაიკეთოს. რაც გინდა ის უნდა გააკეთოს ცხოვრებაში და არ უნდა უსმინოს სხვებს.
ყველაზე კარგად შენ იცი რა მოგწონს, რა გიხდება, რა გინდა ცხოვრებაში. შესაძლოა რაღაც ცხოვრების გზაზე ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამ შეცდომებზე სწავლობ და ვითარდები. ღამე ვისვამ ხოლმე ამ თინ სტუჩზე და დილით ლამაზი წითელი ტუჩებით ვიღვიძებ. ძლივს ნორმალურად გამოიყურება ჩემი კანი. ბოლომდე არ არის ეს რაღაცები გასული, რაც მქონდა გამოსული. აქაც წერტილი დამრჩა, მაგრამ ნელა გადაივლის ეგ. სახე დატენიანებულია შევწვევი საწოლში და წავიკითხავ ჰარი პოტერს. და შემდეგ იმედი მაქვს ჩამეძინება და დილამდე კარგად მეძინება. ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ჰარი პოტერი და უყვართ ყავა და ეს ორი რაღაც არის ჩემი ფავორიტი, ჩემი მეგობრები არიან უკვე. ანუ თუ გიყვარს ყავა და ჰარი პოტერი, უკვე ჩემი მეგობარი ხარ. ეგ არის საკმარისი, რომ ჩვენი მეგობრობა დაიწყოს. ეგ არის საკმარისი, რომ ადამიანებმა ჩემთან იმეგობრონ. ყავა უეჭველად უნდა უყვარდეს, სიგიჟემდე ანუ არ არსებობს რომ არ უყვარდეს და ჰარი პოტერიც. That's all. სულ ეგ არის. ამ ვიდეოში ბევრი ესთეტიური კადრები არ ყოფილა. ჩემ ბევრი ლაპარაკი მოისმინეთ. მადლობა რომ მეყურეთ დარჩი ჩემთან ერთად. გკოცილეთ ძალიან ბევრს და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.